რაოდენობით უნდა შემოვიდეს ქვეყანაში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატები, ამას შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროები გააკონტროლებენ. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და კენჭი უყარა. ახალი რეგულაციების მიხედვით იზრდება იმ მედიკამენტების სიაც, რომლებიც აფთიაქებში მხოლოდ რეცეპტით გაიყიდება. კიდევ რას ითვალისწინებს ცვლილებები და რას სასჯელიელით კანონის დამღებ პირებს? ნუსა ტრაპაიძის რეპორტაჟი. გამკაცრებული რეგულაციები ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ მთავრობის ახალი ინიციატივის მიხედვით ქვეყანაში კოდეინის შემცველი მედიკამენტების ექსპორტ-იმპორტს ორი სამინისტრო, კერძოდ კი შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის უწყებები გააკონტროლებენ. გაიზრდება იმ პრეპარატთა სია, რომელთა გაყიდვა აფთიაქებიდან მხოლოდ რეცეპტით მოხდება. დამღებს კი ადმინისტრაციულის ნაცვლად სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ეს კანონპროექტი მიიღებს უკვე იურიდიულ ძალას, მისი რეალიზება მოხდა ასეთი ქიმიური საშუალებებისა, დაეკისრება სერიოზული პასუხისმგებლობა და ჩამოერთმევა დამატებით საექიმო საქმიანობასთან ერთად ფარმაცევტული და სააფთიაქო საქმიანობა. თან აქ ლაპარაკია 10 წელზე, განმეორების შემთხვევაში 15 წელზე. ეგრეთ წოდებული კრაკადილი, ვინტი და ჯეფი ეს ის ნარკოტიკული საშუალებებია, რომლებიც აფთიაქებში შეძენილი კომბინირებული პრეპარატებისგან უსტარულად მზადდება. კანონპროექტის ინიციატორები ამბობენ, რომ კლასიკურ ნარკოტიკულ საშუალებებთან შედარებით მათი მიღება ჯანმრთელობას გაცილებით უფრო აზიანებს. ზოგადად ეს მიდგომა, რომ ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა ნაწილმა დაიწყო სხვადასხვა ტიპის ხელოვნური ნივთიერებები და სხვადასხვა ჩანაცვლებითი ნარკოტიკების გამოყენება, რაც საკმაოდ საშიშია და ძალიან სახიფათოა ჯანმრთელობისათვის, მათი მომავლისათვის. მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მიდგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი. უკვე ცნობილია, რომ განისაზღვრება ასევე შიდა კვოტა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ცალკეულ ნივთიერებებზე და მათთან გათანაბრებულ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს. ინიციატივა პირველი მოსმენით სესიაზე უკვე განიხილეს და კენჭი უყარეს. მანამდე კი კანონპროექტს ვრცელი დისკუსიები დაეთმო საკომიტეტო მოსმენებზე. ადმინისტრაცია ფაქტურად იყო სრულად არაეფექტური, არასწორი. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 12 ადამიანია მთელ საქართველოში დაკავებული 4500 აფთიაქის კონტროლით. ამ 12 ადამიანს 3 უფროსია და 9 ხელქვეითია და არანაირი მექანიზმს არ თავაზობენ იმისათვის, რომ ეს კონტროლი იყოს ეფექტური. როცა ვსაუბრობთ კრაკადილის, ჯეფის და ვინტის მავნე გავლენაზე და ჯანმრთელობაზე და სიკვდილის სიცოცხლის საკითხზე ამასთან მიმართებაში, აქ ჩვენ რა თქმა უნდა განსხვავებული პოზიცია არ გვექნება და მე მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ალბათ ადმინისტრირებასთან დაკავშირებითაც თუ საკანონმდებლო პროცესშიც რაც იქნება დასაზუსტებელი, ჩვენი პოზიციაც იქნება მკაფიო. ეგრეთ წოდებული სააფთიაქო ნარკომანიის და თვითმკურნალობის შემცირება, ასევე დანახარჯის ოპტიმიზაცია. ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლები კანონში მოსალოდნელ ცვლილებას დადებითად აფასებენ. პირველ რიგში ხელს შეუწყობს თვითმკურნალობის შემცირებას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს და ჩვენს გვაქვს გამოცდილება, რომ აყენებს კიდევ ზოგ შემთხვევაში პაციენტის მდგომარეობას. ამავდროულად ხელს შეუწყობს დანახარჯების ოპტიმიზაციას. ქვეყანაში ზოგადად მედიკამენტების ხარჯი ისიც საკმაოდ დიდია. პირველი და მეორე ჯგუფის პრეპარატების მიყიდვა არასრულწლოვანთათვის უკვე აიკრძალა. მესამე ჯგუფში კი 5000-ზე მეტი მედიკამენტი დარჩება, რომელთა გაცემას რეცეპტი არ დასჭირდება.